და მე მინდოდა რომ თქვა და ბატონმა ამირანმა ახსენა რომ კარგი იქნება თუ ბუნებრივ გაზზე გადავალთ. თუმცა აქ მინდა რომ გავთვალისწინოთ რომ ჩვენ ვირჩევთ პანამას მომავალი 4 წლისთვის და იქნება ვისაუბროთ იმ პრიორიტეტებზე, რაც მართლაც შესაძლებელია რომ გაკეთდეს ეს საკითხები გროვდება 10 წლების განმავლობაში და მე შეუძლებელი კარგი იქნებოდა რომ გვესაუბრა იმ პრიორიტეტებზე, თქვა შეიძლება ეს იყოს ბავშვების სამსახურის ჩანაცვლება, თუმცა მე არ ვარ დაუწყებული რომ 20 წელი ჩვენს დიოდის დამთავრებით ჩავანაცვლოთ, მაგრამ თუნდაც პროცესი შეგვიძლია დავიწყოთ, იმიტომ რომ ეს არის სწორედ ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მაგალითად იგივე რუსეთში უკვე 2 წელია აკრძალული არის ჩვეულებრივი ვარვარის დამთავრების ჩანაცვლება. დიდმა ბრიტანეთმა წელს გააკეთა. ასე რომ კი ბატონო, აი ეს სახში დაახლოებით ისეთი თემაა ეს როგორც დარჩენების მართვის საკითხი, ჩვენ გვაქვს სხვა თემა, მაგრამ გლობალურობა შემიძლია. ქალაქების შემთხვევაში დასწრება პროცესისა სელექტიური შეგროვებისა, რაზეც როგორც წესი უარს ამბობდნენ, იმიტომ რომ ამასავე წერტილი იყო საზოგადოების განწყობა, მზაობის არქონა, რაღაც პროცესები თუ არ დავიწყეთ, მზაობა თავისთავად არ გაჩნდება, ბუნებრივია, შესაბამისად საფრთხემ უნდა შეუწყოს ხელი იმ ტიპის ქმედებების დაწყებას მოქალაქეებიდან, რომლისთვისაც მან ბაზა უნდა შექმნას და შესაბამისად რა თქმა უნდა 20 წელიწადში მთელი რიგი საკითხებისა, რომელიც აქ იყო დახსენები ვერ მოესწრება, მაგრამ სასწრაფო იქ უნდა ისვა, შესაბამისად ბოლომდე ვერ ვიყავთ და ვერ ვიყავთ იმედამამდე, როდესაც შეიძლება საუბარი უსაფრთხო ენერგეტიკაზე. განსხვავებით სანამ პატარა კომენტარი თავაზობ, რა თქმა უნდა, გაზის მოწოდების წყაროებთან დაკავშირებით ეს კვლევის საგანია, ანალიზის საგანია. ამაზე მუშაობა მიმდინარეობს, პლუს ამას ემატება მე გამოვჩა უბრალოდ არა მარტო ლაპარაკია შეკუშული გაზის ბალონებზე, არამედ გათხევადებული გაზის ბალონებზე, ეს უკვე აპრობირებული ტექნოლოგიაა და სადაც მოგეხსენება ექსას ენერგიის სიმკვრივე ბუნებრივთან შედარებით არის ექსასი მიტրա ეთნიკაში ასე გათხევადებული. კაცრად მიკროფონში რო იყარაკოთ შეგვიძლია. პლუსამას ელექტროენერგეტიკასთან გამომჩა და მალაპიეც რომ დააშერებ აუცილებლად საჭირო იქნება ეს 20 წელიწადში ამის რამდენად გადაწყდება, მაგრამ ჩვენ იძულებული გავხდებით და ვალდებული ვიქნებით გადავიდეთ ორ ტარიფიან რიცხვებას. და პირის მიმართვა. შემოშალებული ტექნოლოგია ძველი ავტომობილების ხალხის შემცირების რაოდენობა და რომელიც შემოშალებული ელექტრიკაში და მექანიკის ინსტიტუტში, რომელიც და უბრალოდ დაიმოწეს. შემდეგში მონიტორის საკითხი. და მინდა გავაკეთო შემდეგში. ზოგიერთი შემოგვიდი პატარა ეს ხდება ძირითადად რაღაც საფუძველია ეკონომიკური ექსპერტიზის გარშემო. აი ვიზადი ქართულობის სტანდარტების ეკონომიკის შეერთება. თქვა გაფართოებული აუტოექსპერტიზის აუცილებლობა და თუნქა ინსტიტუტზე როგორც მათემატიკური ექსპერტიზა. ეს ძალიან
Oleg Shadberaashvili ევროპული გამოკვლევების საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის. აქ ახლა იხილებოდა ისეთ საკითხები, დიოდები თუ ძალიან საინტერესოა, მაგრამ ეს არის პარტიული პროგრამის საკითხები. მეორე მხრივ გავაგრძელებ კითხვას, რომელიც დასვა. გადაწყვეტილებები აქ იქნება ეს პარტია თუ ის პარტია უნდა ეკონომიკოს კვლევას. უნდა ეკონომიკოს კვლევის სისტემას. კვლევის სისტემა საქართველოში არის ფაქტიურად ოში. თუ არა გეგმები ამ მინუტებზე. რომ ესეთი საექსპერტო რეალური ბაზა არ NGO-ები, მე თვითონ NGO ვარ, მაგრამ მის ლიმიტები NGO-ების მოქმედების. რეალური საექსპერტო კვლევითი ბაზა იქნება შექმნილი, რას ფიქრობთ აქ? შემდეგ დაუბრუნდა და შეიძლება შეიძლება. Polog jest wiesz, to jest dawno jest სკრინშოტი თუმცა გამოდაგის რატომ იმისთვის ახლა გავუნდარა ჩემ სულები აბსოლუტურად რომ ყველა გიხოს სუბასუხებ ტრანსპორტ ხელისუფლებისგან და იმ პირებისგან და იმ პოლიტიკური ორგანიზაციებისგან რომლებიც ბოლოდ არ მოვიდნენ როგორც ჩანს ერთის კვალიფიკაციის დაბალი დონის და მეორეს მასულობის კიდევ უფრო დაბალი დონის გამო ჩემი დასკვნა პარტია კამპანიის შესახებ ასეთია რეალურად სხვა მიზეზს ვერ ვხედავ რატომ არ დავუყურებ ეს დისკუსიის მონაწილე რაც შეეხება იყვებს დავუყოთ ინსტიტუციურ განვითარებას რაც შეეხება ჩვენ პროგრამაში გვაქვს ამის თაობაზე ცალკე პუნქტი ამაზე სხვაში ვიმჟელებ ჩვენ ინსტიტუციური საკითხები უნდა ყოფილიყო პროგრამის ნაწილი და რაც უნდა ყოფილიყო იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ინსტიტუციური მიდგომა გარანტიის და მის მომხდარების სფეროებისადმი განსაზღვრავს იდეოლოგიურ და ხელოვნურ მიდგომასაც და იგულისხმება ამ შემთხვევაში ის რომ ჩვენ ვფიქრობთ უნდა მოხდეს გარდაცვალების სამინისტროსთან ერთად გარდაცვალების ფარგლებში გარანტისა და კულტურის სისტემის სამინისტროს ფარგლებში ერთის მხრივ იმ ფუნქციების დაბრუნება რომელიც შეეხება ლიცენზირების საკითხებს ამ სფეროში და არა მარტო კიდევ უფრო გაფართოებაზე ვფიქრობ ჩვენ და ამ შემთხვევაში იგულისხმება სუიციდი და სუიციდიანებისა და ურბანისტიკის საკითხები და არსებობს ეს მოდელი მათ შორის განავითარებაში გამოყენებული როცა სუიციდი იგმარება მშენებლობის თემატიკა არის ინტეგრირებული გარემოსთან ერთად და ეს არის სწორი მიდგომა და ეს საკითხი ასახულია შესაბამისად პროგრამაში. რაც შეეხება და თუ შესაბამის დაწესებაზე საუბარი ინფორმით და იმ მასშტაბით და პროგრამაში შეიძლება სწრაფად ყოფილიყო, იმიტომ რომ აქ იყო ნახსენები ეთაპები, სამწუხაროდ პროგრამა არის ეს დოკუმენტი, რომელიც ძალიან ვიწრო და ძალიან დეტალურ საკითხებს იდას და მისი ასე ვთქვათ გადმოცემა შესაძლებელი არ არის სამწუხაროდ ინვენტარიზაციით და ჩვენ სულ სამართლებს საკითხთან მიმართებაში, იმიტომ რომ ეს უკვე შემდგომში კონკრეტული დარგების განვითარების პოლიტიკის დოკუმენტებში უნდა ისახოს, სამართლებრივ აქტებში უნდა ისახოს, რომელიც მოითხოვს ძალიან სერიოზულ გადახედვას, ჰარმონიზაციას ევროპული გაერთიანების მოთხოვნებთან და გარკვეულ ინოვაციურ მიდგომებსაც, რა თქმა უნდა, რომელიც პროგრამაში შეგიძლიათ იქნებოდა. რაც შეეხება საბიუჯეტო საკითხებს, ის თემა, რომ პრიორიტეტად არის დასახელებული გარემოსდაცვა, ჩვენს მიერ გარკვეულწილად გულისხმობს, რა თქმა უნდა, საბიუჯეტო პრიორიტეტულობასაც და საკმაოდ სერიოზულ მიდგომებს ამიგვარებთ. რაც შეეხება ავტომობილების და ტრანსპორტის პრობლემატიკას, რა თქმა უნდა, დღესაც მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ერთის მხრივ წარმოების დაბალი დონის და მეორეს მხრივ საწვავის კიდევ უფრო დაბალი ხარისხის გამო დღეისათვის ითვლება რომ 90%-მდე დაბინძურების აწესებთ არის მოდის არასაწარმო სექტორზე, არამედ ავტოტრანსპორტზე, რაც არის ძალიან მძიმე, რა თქმა უნდა ასაკი ავტოპარკის ასოციაციის პრობლემას წარმოადგენს და კიდევ უფრო სერიოზულს, იმიტომ რომ მისი თანხმობის გამოსწორების გარდა ისეთი ეფექტის მიღება შეუძლებელია სოციალური და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, მაგრამ მხრივ მთელი რიგი მოქმედებები განსახორციელებელი, მათ შორის ის რომელზეც საუბარი იყო ჩემი კოლეგის მიერ. რაც შეეხება მცირე ხესების საკითხს, რა თქმა უნდა, მინდა დაგეთანხმოთ იმის თაობაზე და არაერთხელ გამოვთქვას ადრე ამ საკითხზე, რომ მცირე ხესი თავისთავად არ ნიშნავს უსაფრთხოებას, ვთქვათ, ენერგეტიკას, იქიდან გამომდინარე, რომ თუ კი
დაწესებული ბარბაროსული მიგრომა იქნება გამოყენებული რესურსებისადმი, თუნდაც რესურსებისადმი იქნება გამოყენებული, ამ შემთხვევაში შეიძლება ზიანი იყოს რა თქმა უნდა ნაკლები მასშტაბის, მაგრამ არანაკლები სიმძიმის მორალური თუ ასე ვთქვათ ეკონომიკური თვალსაზრისით. და რაც შეეხება სამეცნიერო კვლევებს, სამეცნიერო კვლევებზე ჩვენ გვაქვს გამახვილებული 2 პუნქტი ყურადღება პროგრამაში, ერთ შემთხვევაში, უბრალოდ 3 პუნქტი. ერთ შემთხვევაში საუბარია ასე ვთქვათ კვლევის სექტორის გაძლიერებაზე და განათლების სექტორის გაძლიერებაზე ამ სფეროში, არამოდაცვასა და მომიჯნებაზე, ასე ვთქვათ დარგებში. მეორე შემთხვევაში საუბარია ურთიერთკავშირის გაძლიერებაზე სამეცნიერო სექტორსა და განათლების პირებს შორის და რეალურ ჩართულობაზე ექსპერტებისა და მესამე შემთხვევაში განსაკუთრებით ყურადღება გვაქვს გამახვილებული ჩვენ ერთ საკითხზე, რაც შეეხება ბიომრავალფეროვნებას, ვინაიდან რეალურად თუნდაც ნადირობის სექტორში დღეს კოდირება რას დაყრდნობით ხდება, ასე ვთქვათ ამათების საფეხბურთო სამართლებაში უბრალოდ დაუყეველია, იმიტომ რომ მაღალია თუ დაბალია ამათების საფეხბურთო მოპოვების შემთხვევაში ყოდა შეუძლებელი ჩვენ დავასრულოთ, იქიდან გამომდინარე რომ კვლევები არ არსებობს. და მართლაც არასამთავრობო სექტორი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ არ შეიძლება მხოლოდ არასამთავრობო სექტორის იმედზე ვიყოთ ამ სფეროში, იმიტომ რომ მათი რესურსები შეზღუდულია და ისინი როგორც წესი ფრაგმენტულ კვლევებს ახორციელებენ თუნდაც ბიომრავალფეროვნების სფეროში და არა სისტემურს, იმიტომ რომ ამის რესურსები არ გააჩნიათ და არა იმიტომ რომ ამის ფინანსური რესურსები არ გააჩნიათ და არა იმიტომ რომ ინტელექტუალური რესურსის პრობლემაა ამ სფეროში. რაც შეეხება გასკვლევის მიღების საკითხს და ექსპერტიზას, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ამაზე გამახვილებული ყურადღება პროგრამაში. გარემოზე ზემოქმედების შეფასების სტრატეგიული შეფასების სისტემა იქნება, თუ მონიტორინგი იქნება, თუ ექსპერტიზა იქნება, ეს საკითხები რა თქმა უნდა დღეს არის აბსოლუტურად იგნორირებული, რეალურად ფორმალურ ხასიათს ატარებს გასკვლევის მიღების პროცესში ექსპერტებისა თუ მოხალხეების მონაწილეობა, ვადებიც პრაქტიკულად აღარ არის დადგენილი. ის სისტემას კი მოიშალა, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა ჩვენ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვის საზოგადოების მხრიდან, რომელიც არ იყო, რა თქმა უნდა, სრულფასოვანი, მაგრამ იძლეოდა საშუალებას საზოგადოებას გარკვეული და მათ შორის საზოგადოების გარკვეული ზემოქმედება განხილებაზე. დღეს ეს ყოველივე არის სიმბოლური ხასიათის და პრაქტიკულად არ იძლევა საშუალებას არც ადამიანების ინფორმირებისა გარემოს მდგომარეობის შესახებ და განხილებაზე ზემოქმედებაზე საუბარი ბოლოს ზედმეტია და დაახლოებით მთელი რიგი ინოვაციები გვაქვს ჩვენ ბუნებრივია ინოვაციები არ არის, იქნებ გვაქვს პროგრამაში გაწეული.